პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. არიან რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები, ჩვენ ქვეყნის შიგნით გვყავს უსამშობლო რადიკალები, ისინი არიან ქვეყნის გარეთ არსებული გაქცევებული ბიუროკრატები, რომლებთაც საქართველოსთან მიმართებაში აბსოლუტურად რადიკალურად სხვა ინტერესი აქვთ, სხვა ინტერესი ჰქონდათ და ეს რა თქმა უნდა დღესაც გრძელდება, მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი ინტერესების გასახორციელებლად. ქვეყანა არ ჩაერთო მეორე ფრონტში, არ გაჩაღდა მეორე ფრონტი ქვეყანაში, არ მიუერთდა სანქციებს, თუ სურთ ომი, კეთილი ინებონ, ჩაერთონ, თვითონ იომონ და თვითონ დაუპირისპირდნენ როგორც უნდათ ისე, ვისაც უნდა ისე. ფაქტია უკვე რომ საქართველოს ბევრისთვის იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი, როგორ შეიძლებოდა რუსეთზე ზეწოლა განეხორციელებინათ. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გასაგებია რატომაც და როგორ, თუმცა რა თქმა უნდა საქართველოს გადმოსახედიდან ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ, რომ საქართველოს ჩავაყენოთ აი ამ მთელ გეოპოლიტიკური თამაშის პირობებში პაიკის როლში, რომელსაც გაწირავენ მაშინ, როდესაც უნდათ და გაწირავენ ნებისმიერ ფასად. სინამდვილეში ამ ქვეყნებს არც საქართველოს ბედი აინტერესებთ და არც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ხვალ რომ მეორე ფრონტი გაიხსნას, მაშინ დაგვიკრავენ ტაშს, ხოლო მშვიდობისათვის აწესებენ იმ სანქციებს, რომელიც სინამდვილეში ძალიან უხერხული არის და ისტორიაში როგორც პოლიტიკური კურიოზები ისე შევა, ვინაიდან იმდენად უსაფუძვლო და კონტექსტიდან ამოკლეჯილი არის სასაკვირველია ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ზუსტად იმიტომ განპირობებული, რომ მათი სურვილი იყო, რომ საქართველოში ყოფილიყო ქაოსი, მათ მიაჩნიათ, რომ თუ აქ იქნება არეულობა, ეს მათი ქვეყნების უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს